გადაღებები თუ კახეთში იყო, ხო? კი, კახეთში იყო. მეტი წილი კი. და მეტი წილი კი არა თითქმის წლიანი ფილმი მე მგონი. რამდენი ხანი გრძელდებოდა გადაღება? დაახლოებით 3 თვე. ძალიან მალე გადავიღე. არც კი 3 არა, 2 თვე. კახეთში, გადასარევი. ნეტა მე და შენ წაგვიყვანდეს ვინმე ახლა 3 თვე. აი სიამოვნები წავიდოდი კახეთში 3 თვე გადაღება. თან მე როგორ ხალხთან ერთად მაშინ და რა ძალიან საინტერესო სასტუმრო იყო რაღაც. სასტუმრო კახეთი გახსოვთ რა. როგორ არ გახსოვს? ყველას გახსოვს. მე ისიც მახსოვს ბატონ გივიბერიკაშვილს 20 ლიტრიანი თუ გახსოვს და რეჯენმა ბოცა აჩუქეს არაყი კადრებად არაყი 20 litrიანი 20 ლიტრი არა დილას გამოვედი სასტუმროს და მოდის ნიახვარი ამ სიცხეში უწყობა გასკდა ეს ბოცა მოკლედ თელი კახეთი დათორა ჩაიტანა ძალიან ის იყო სტრესი როგორია ბიჭო 20 litrიანი ბოცა რა გიყდება ბევრი დაღმართია და ეხება კარგად დაუხვა ბაზრის აი თუ ვინმე გატეხა იმას კაი დღე ეწევა არა მისი გატეხა ისეთი გრადუსი ქონდა და ბატონი გივის შეფასება წარმომიდგენია ხაღარ მიყურებია მაგისთვის საცოდაო ალბათ ყოველ საღამოს კეიფობდით რა თქმა უნდა და იყოს სიმღერა და ცეკვა და ერთი გადაპატიჟებები და აუცილებლად რა ესე იგი გივი და კახი ერთად უნდა ყოფილიყვნენ თამატები რა არავითარ შემთხვევაში ცალ-ცალ ერთი იყო და მეორე განახსოვდა მეორე აი ესეთნაირად და ძალიან სცენა მაინტერესებს იქ რო ბრუნდებით დები ძალიან მაინტერესებს ქალბატონი ბერტას სცენა ხაფავას აი ესე რომ კიდია ბერტა აი გადაღებების გადამებული იყო რამდენჯერ ჩამოხდა იქ ერთი 3-4 კადრი იქნებოდა რეპეტიციებიც ხო იყო კი ორი იყო ღორს მინიმუმ 3 დუბლი უნდა ყოფილიყო და ჩვენ მქონდა ესეთი სცენა მე და ირინას რომ ფანჯრი და ვხტებით რა ფანჯრი და ვხტებით და ესე იგი იმდენჯერ გადაგვახტონეს რომ ფეხი მეღრძო რა და მე ვეღარ ვხტებოდი რა ანუ ამაზე აიო ისო ჩამოხოხდიო რა იმ ფანჯრის რაფაზეო და ახალსო დაკაწრული რა ჩამოხოხება იმ ხელა იმიდან რომ გადმომახტუნეს ეს როგორ იყო ეს არ გადმოაგდეს რატო თუ იცი რატო გამიმეტეს მე თქვა სოფელ დიღომშიო მერეო როგორ გამომინეთო როგორ მიშავდა ის გიორგი როგორ ვაკადროთ ხათუნასო და გადმომაგდეს მე ვაი მე და თქვენ კიკინებით სხვათა შორის ხო ძალიან ისეთი ამ ფილმის მერე აღარ ყოფილა მსგავსი აი შემოთავაზება მე პირადად წავედი აღარ ვიყავი საქართველოში ჩემთან იყო მეორე შემოთავაზება იყო მაგრამ აი მე მივხვდი რა რომ ამ ფილმის გადაღების პროცესი რაღაც ის იმდენად ეს იყო ალბათ ჩემი არ იყო რა ეს მსახიობი თუმცა ბავშვობიდან მინდოდა მსახიობობა არ იყო და უარი გადავიფიქრე მე და ნუ მე უკვე ჩავაბარე უნივერსიტეტში ისტორიაზე არქეოლოგიას მხატვრობა და რაღაცა ეგეთი ეხლა ჩვენ მაინც ბავშვები ვიყავით იმდენი გასახსენებელი მაინც ალბათ დარეჯანს უფრო მეტი აქვს მე მახსოვს ძალიან დიდი სითბო სიყვარული თვითონ ატმოსფერო კახეთი იწება შემოდგომა ყურძენი უზარმაზარი სავსე მთვარე ჯგუფი აი მე ის კადრი მახსოვს სხვათა შორის ეს ამოჭრეს რატომღაც რა რომ ვენახში მივდივართ თქვენი სიყვარული რო შედგა რაღაც და ვენახში უკვე არის თავიდან იწყება გაფურჩქნით რა სცენა რა და ბოლოს მთავრდება რომ კრებთ რა და მოსავალი მახსოვს რომ ეს ყურძნის მტევნები დაგვაკავებინეს ხელში და კახის ეკავა ეს მტევნები და ეს უჭერდა ხელს ამ იმას მახსოვს ჩამოდიოდა ეს ისინი წვეთები ისეთი ძალიან ლამაზი სცენა დარეჯან არ გახსოვს აბა კიდე ერთი სცენა ის ვირს სარკეს უნათებდნენ თვალებში ეგეც ამოჭრეს სხვადასხვა ეგეც არ შევიდა. ბაბი ჩვენც უამრავ ჩვენც ხო თავარი როლებია, მაგრამ
იმდენი ამოჭრეს, იმდენი რომ ვეძებთ ხოლმე, ვეძებთ რომ აი მე სადღაც უნდა გამოვჭრეთ არა, არ დაგწყდა. ძალიან სახასიათო როლებია და ძალიან კარგად გამოიყურება. და თქვენს პარტნიორებზეც მოგვიყევით, მე ის მაინტერესებს, აი კეტით რომ გავლაკ ბიჭებს რომ დავერიე. გადარჩენ ეგ. 1-2 ვაზარალე. რამდენი დუბლი იყო ეგ? არა ეს სხვათა შორის კარგად მალე გამოგვივით. კარგად მოცხეთ. გაბრაზებული ვიყავი. კარგად ამიხსნა გიორგიმ რა უნდა გამეკეთებინა. თქვენი თამაში კარგი. კი, მოხდა. თქვენ რესეპტს გაცნობთ ქალბატონი. და კიდევ გიოსაც კარგად მოხდა. გიასაც კარგი. გაწონასწორებული მაყალა უცებ გაახდა. აქ მაიაცნეთელი უნდა იყოს. კარგი პერსონაჟის სახელს გეძახდნენ აი ცხოვრებაში, მე როგორც ხდება გარეში არა ის თქვენ ხომ ხარ გეძახდნენ გაბრაზებული. აი თავიდან ახლა მაინც და მაინც რო გითხრამ სიამონ მე მივხვდი რომ ხალხს უყვარ ვარ იმიტომ პატივს მცემს და უნდა თუ რომ კი დღეს თუ გეძახიან ჩვენთან აი დაკონკრეტებული არ არის რომელი ვარ სცენარში კი ბატონო მაგრამ მაინც გვეკითხე რომელი ხარ რომელი ხავი